საუბრობდით და ეს კითხვა ბევრჯერ დაისმო და მეც მინდა კვლავ გავიმეორო, რადგანაც როგორც ჩანს აქტუალურია. ეს ეხება საეკლესიო კალენდარს, როგორც ცნობილია, საქართველოს არის ძველი იულიანური კალენდარისა და ალექსანდრიული პასქალის მიმდევარი. დღემდე იგი არის ერთგული ამ საეკლესიო ტრადიციისა, კალენდარული ტრადიციისა და არსებობს მცირე რიცხოვანი ჯგუფი, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან დიდია. ძირითადად ეს ჯგუფი არ არის ეკლესიური ცნობიერების ჯგუფი, რომლებიც რაღაცნაირად სვამენ ესეთ აქტუალობას, ხედავენ, რომ შეიცვალოს კალენდარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ კალენდარულ რეფორმას 20-იან წლებში საბერძნეთში უდიდესი ტკივილი მოყვა, რაც გამოიხატა უდიდესი სქიზმით და დღეს ახეზია მრავალი წვრილი მცირე რიცხოვანი ეგრეთ წოდებული სინოდი დაჯგუფება, რომელიც თავს სინოდს უწოდებს. და ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თქვენი განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით. Είναι αλήθεια, μαμά Δαβίδ, ότι και στο πανεπιστήμιο που μου σήμερα, που είσαστε και εσείς παρόν, დღეს უნივერსიტეტში სადაც ერთად ვიყავით και είστε σύναξη των ιατρών που κάναμε προχθές, და ერთ სხვა შეხვედრაზეც კიდე ექიმებისა δέχτηκα την ίδια ερώτηση. მივიღეს და მისვეს ეს კითხვა. ზოგიერთ ჯერა რომ სწამს რომ უნდა შეიცვალოს კალენდარი და გავიგივდეს იგი ევროპულს. Ακούστε, είναι ένα δύσκολο πράγμα, διότι τόσα χρόνια ამდენი წელია ეკლესიას აქვს ეს კალენდარი. είναι εύκολο να το αλλάξει. არ არის ადვილი ამის გამოცდა. Και τα παθήματα των άλλων να γίνουν για μας μαθήματα. და მეერეც სხვების შეცდომები ჩვენთვის უნდა გახდეს მაგალითი ეს გაკვეთილი. Έναν αρκετών ικανών μέρος των χριστιανών Ορθοδόξων είναι σχίσμα δεν είναι ανέξοδο. დღეს სამწუხაროდ საბერძნეთში საკმაო რაოდენობა მართლმადიდებელ ქრისტიანთა არის სქიზმაში. თან კალენდარიც არის მეორე ხარისხოვანი საკითხი. Δεν έχει σημασία πότε τιμώ τον άλλο. არა აქვს მნიშვნელობა როდის ცემ პატივს წმინდას, აქვს მნიშვნელობა როგორ ცემ პატივს. Δεν νομίζω εύκολο να αλλάξει και καλά κάνει η Εκκλησία σας και μένει σταθερή σε αυτόν το οποίο მე მგონი არ არის ადვილი კალენდარის გამოცვლა ადვილი და კარგს აგეთებს თქვენი ეკლესია რომ უფხრია ის კალენდარი რომელიც აქვს და ამ თემას არსვავს. Εμείς οι Αγιορείτες είμαστε με το παραδοσιακό ημερολόγιο. ჩვენ ათონელები ვართ ამ ტრადიციულ ძველ სტილზე, რაც თქვენ. მაგრამ როდესაც გავდივართ ერში, მსახურობთ საერო კალენდრით, ანუ სამოქალაქო ახალი სტილით. ჩვენ ისე არ გვაინტერესებს ეს კალენდარი და პირველი გვაინტერესებს მსახურებების სწორი შესრულება და მერე ერთობა ეკლესიის. ამას გულისხმობდი, როდესაც საუბარია საეკლესიო ერთობაზე და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ყველანაირი საცდური უნდა იქნეს თავიდან აცილებული, რომ ამ ერთობას დაემუქროს რაიმე საფრთხე და ეს სწორედ ჩვენ ხედავთ, რომ ესეთი საფრთხე არის აი კალენდარული რეფორმა. და ბოლოს გვინდა